მოგესალმებით. ეს ჩემი ლექცია შემაჯამებელი იქნება იმ იდეოლოგიებზე, რაც აქამდე წავიკითხეთ. მე არ ვლაპარაკობ, რომ ლიბერალური დემოკრატია იდეოლოგია პირიქით ამის საპირისპიროს ვლაპარაკობ, მაგრამ შეიძლება ლიბერალური დემოკრატიისადმი დამოკიდებულება იყოს იდეოლოგიური, არასწორი. ეს ლექცია იდეოლოგიას ეხება, ცოტა განსაკუთრებულია რა თვალსაზრისით. იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ახლა იდეოლოგიაზე, რომელიც წყალიბდება ეკლესიის წინაშე. აქამდე ჩვენ რას ვამბობდით, რომ იდეოლოგიები უმეტესწილად ყალიბდება ეკლესიის გარეთ. განსაკუთრებით სეკულარულ სივრცეში, იქ სადაც ღმერთი არ ცხადს. მთელი მრავალფეროვნება იდეოლოგიებისა ყალიბდება აქ. აი სადაც სეკულარული გარემო ანუ ღმერთი არ ცხადს. ხა ბუნებრივია რატო ხო? ჩვენ რაზეც აქამდე ცოტა გაგვით გავიმეორებ ამას. და სტიქია აი მრავალფეროვნება, სხვადასხვა ტიპის იდეოლოგია, იმიტომ რომ იდეოლოგია ჩვენ ვიცით იბადება სად? აი ჩვენ ესე განსაზღვრეთ იდეოლოგია, ხო? ეს არის როდესაც ადამიანების ჯგუფი მოინდომობს გააკეთოს ის, რაც ხოლმე და ხოლმე გქონდა შეუძლია სადაც დედამიწაზე სამოთხე, საყოველთაო კეთილდღეობა, საყოველთაო ჰარმონია და ასე შემდეგ. იმიტომ ბუნებრივია, რომ ამ სეკულარულ სივრცეში ძალიან მრავალფეროვანია იდეოლოგიები. ეფუძნებიან მეცნიერებას, ეფუძნებიან ტექნოლოგიებს, ეფუძნებიან რაღაცას ავტორიტეტულს ნახავენ ყველაფერს, მაგრამ ცვლიან რაც მეცნიერება იქნება, ფილოსოფია იქნება. მაგრამ ყველაზე საშიში იდეოლოგიები ცხადია იბადება რელიგიურ გარემოში. ბუნებრივია, იმიტომ არა არცეთი იდეოლოგია არ არის ისეთი ფანატიკური და ისეთი ექსკლუზივისტური, ანუ რა საკუთარი თავის უპირატესობას ხედავს, როგორც ეს რელიგიურ სივრცეში. საერთოდ ადამიანს რაც უფრო პრეტენზია აქვს, რომ ღმერთთან ახლოსაა და ცდება, უფრო დიდი უბედურება მოაქვს ესეც. აი, წარნახოთ ჩვენ ძველი ისრაელი, უხალი რო დედამიწაზე მოვიდა ისრაელში. რამდენი გარყნილი, რამდენი მეძავი, რამდენი მკვლელი, რამდენი ცოდვილების მეტი რა იყო, მაგრამ ვინაცვა ჯვარს, ღმერთი ვინ მოკლა ფარისეულებმა. და მწიგნობრებმა, რომლებიც პროფესიონალი თეოლოგები იყვნენ, ხო? პრეტენზია ჰქონდათ, რომ ყველაზე მეტად იცოდნენ რელიგიას. ამაში ყოველთვის ხედავ. სადაც არ უნდა წავიდეთ, ისრაელი იქნება თუ სხვა, მაგრამ ყოველთვის ერთ-ერთს ნახავთ, რომ ხალხი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არიან ღმერთთან ახლოს, ისინი ყველაზე საშიშია, როდესაც არღვევენ რელიგიურ წვენას. რატომ? ხო, აი ამაზე, ეხლა საერთოდ იდეოლოგია ჩვენ თქვით, რომ ყველაზე საშიში რამაა. რატომ? იმიტომ რომ იდეოლოგია იმეორებს იმას, გახსოვთ ჩვენ ამ ლექციაზე გადავწყვეტ. იმეორებს აი ბოროტების ფუნდამენტალურ სქემას. ჩვენ ადრე ვთქვით, როგორ გაჩნდა ბოროტება. ბოროტება ჩნდება, როდესაც ადამიანი მოინდომებს სიკეთის, კეთებას ღმერთის გარეშე. გახსოვთ აი ეს, მე ძალიან მიყვარს ხშირად ამას ვიმეორებ ეს ნეტარი ავგუსტინე რო ლაპარაკობს ამაზე ძალიან აი შეგახსენეთ ძალიან ღრმა ამას გენიალური აზრია, მაგრამ ძალიან მარტივია ამავე დროს. აი ესეთ კითხვას სვამს, როგორ დაეცა პირველი ანგელოზი? ძალიან ძნელია ამაზე პასუხის გაცემა, თუ ჩვენ ვიცით, რომ ანგელოზი აქვს კეთილი ბუნებაა, ხო, მაგრამ კეთილი ბუნება ნიშნავს, რომ მისწრაფება აქვს სიკეთისაკენ, ამას ნიშნავს კეთილი ბუნება. და ამავე დროს, როდესაც პირველი ანგელოზები იყვნენ, ჯერ ბოროტება არ არსებობდა. აი წარმოიდგინეთ, აქვს ბუნება მისწრაფება სიკეთისაკენ და არ არსებობს ბოროტება. აი როგორ გაჩნდა ბოროტება? ჩვენ ხო ვიცით ბოროტება როგორ აი ჩვენ ადამიანური ბოროტება არის არჩევანი ბოროტისა. აი გააკეთეთ სადანმა გააკეთა ჩევა თუ ბოროტება თუ ჩვენ ვაკეთებთ როგორ შეგნებულად ვირჩევთ ან შეგნებულად ან თავისუფლად ვირჩევთ ბოროტებას სიკეთის მაგივრად. მაგრამ პირველი ანგელოზი რო დაეცა ეს შესაძლებლობა არ აქვს. ბოროტება არ არსებობს და რაც ყველაზე მთავარია არსებობს მაშინ მიდრეკილება სიკეთისაკენ. მაგრამ დაეცა იმიტომ გაჩნდა ბოროტება, იმიტომ ღმერთის გარეშე მოინდომა სიკეთის გაკეთება და აი დაიბადა ბოროტება მთელი თავისი განშტოებებით და შედეგებით ასე შემდეგ. და ჩვენ რა ვთქვით, რომ ეს იდეოლოგია ზუსტად ესაა. იდეოლოგიას არის მოძღვრება, გინდა მეცნიერებაზე დააფუძნე, გინდა ფილოსოფიაზე დააფუძნე, გინდა სხვა ძველ ტრადიციულ რელიგიურ პრაქტიკაზე. როდესაც ჩვენ ამბობ და ამტკიცებ, რომ მე გავაკეთებ ღმერთის სახელით გავაკეთებ სიკეთეს. ისე ღმერთი კი არა, ღმერთის გვერდისავლის. შეიძლება ხმსულ ღმერთზე ლაპარაკობდე, აი მაშინ იბადება იდეოლოგია. ესე არა, ჩვენ ორი მაგალითი მოვიყვანეთ ჩვენ ლექციებზე, ხომ? ერთი იყო იუდაიზმი და მეორე ისლამი.
ჩვენ მაშინ რა ვთქვით, რა იყო, რატომ გადაიქცა იუდაიზმი იდეოლოგიად? რა წამდათ და რას ფიქრობდნენ, რომ მესიას მოიყვანენ, მთელი მათი რელიგია რა არის, ეს მესიის მოლოდინია, ხო? და იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მესიას მოიყვანდნენ თავიანთი სჯულის საქმეები, დაემორჩილებოდნენ სჯულს, იმიტომ არის ეს ფანატიკურად იცავენ მთელ სჯულს, რომ ამით ააჩვენებდნენ მესიის მოსვლას და მესია შეასრულებდა ღმერთის საქმეს დედამიწაზე. ეს კი არის ღმერთის სახელით აკეთებენ ამას, რომ ადამიანურ საქმეებზე არიან დამოკიდებული. ესე ჩვენ რაღაცა, აი შაბათს არ ავანთებთ, სინათლეს შაბათს არ დავანთებთ, ცეცხლს შაბათს არ გავაკეთებთ, ამას და ამის გამო მოვა მესია და გააკეთებს ღვთაებრივ საქმეს. და ისლამი რასაკეთებდა? ისლამი ფიქრობს, რომ ჩვენ იმიტომ ვარსებობთ ამ სამყაროში, რომ ყველგან გაბატონდეს შარიათი, მაგრამ შარიათის გავრცელება უნდათ არა ისე როგორც ქრისტე ქადაგებდა სიყვარულით და სიტყვით, არამედ ხვლით. ჯიჰადით, ხო? აი იდეოლოგია წარმოიშვება მაშინ, როდესაც ამ ღმერთის საქმე მე უნდა გავაკეთო დედამიწაზე. ჩვენ ქრისტიანობა რას გვეუბნება, რატომ გეძლება მადლი? იმიტომ რომ კარგ საქმეებს აკეთებ, ეს ყველაზე საშიშროა თქვით. ყველაზე ეს არის გზა, რომელიც მიდის ჯოჯოხებს წერილს ადამიანი ფიქრობს, რომ მე გავაკეთებ კარგ საქმეებს და მომცემს ღმერთი მადლს. ღმერთი გაძლევს მადლს, იმიტომ რომ შენ გულწრფელად გინდა გააკეთო აღარსულო უფლის ცნებები და ამავე დროს ხედავ, რომ ესა შემიძლია. აი მაშინ გაძლევს ღმერთი მადლს, და გულწრფელი ხარ და ხედავ, რომ არ შეგიძლია ღმერთის საქმეები აღარსულო ცნებები. როცა შენ ფიქრობ, რომ მე გავაკეთებ ამას, თუნდაც ღმერთის სახელით, ლაპარაკობ ამას, რომ აი ახლა ეს კეთილ საქმეებს გავაკეთებ ჩემი და ღმერთი დამაჯილდოებს, აი ეს არის, როცა იბადება იდეოლოგია რელიგიის ბაზაზე. და რა გამოვიდა, რა არის, რატომ არის, ჩვენ ლაპარაკობთ რელიგიის სფეროში, რომ ყალიბდება იდეოლოგია ძალიან საშიშია თქო. ეს გამოვიდა ორივე მაშინ ამ რელიგიაში. აი რა არის ისლამში ძალიან ცუდი ფანატიზმი. ყველაფერზე მიდიან. იმიტომ დარწმუნებული არიან, რომ აკეთებენ ღმერთის საქმეს. შეუძლიათ დახოცონ ბავშვები, ქალები, თაკუთარ თავსაც წირავენ. რატომ? იმიტომ რომ ამბობ ფიქრობენ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ღმერთის საქმეს, რომ ჯიჰადი გაბატონდება ყველგან. აი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ღმერთის შეუულია ღმერთის საქმეს აკეთებს, ის უკან არაფერს არ დაიწყებს. და ფანატიზმი ესაა, როცა შენ რაღაც აზრი, შენი წვენა, ან შენი პროექტი რაღაც უმა იქნება თუ ეს რა რელიგიური საზოგადოების მოწყობისა, ამას აყენებ უფრო მაღლა ვიდრე ადამიანს. ეს ყველაზე დიდი შესაძლებლობა, მთელი რელიგია, მთელი გამოცხადება, მთელი წესები, წინა წერილები რატომ არის სიყვარული დასავლოს. ღმერთი რას ეუბნება, რომ შაბათი კი არა, კაცისთვის, კაცი შაბათი აქვს ამ წესების სიმბოლოა და პავლე მოციქულის ლაპარაკობს. თუ სიყვარული არ მაქვს, რასაც არ უნდა ვაკეთო და სასწაულებს რო ვაკეთებ, თემს ძრავდე, შხარუნას ისავამეთი არაფერს ხმას გამოუცებ მარტო. აი ეს რელიგიური იდეოლოგია იბადება მაშინ, როდესაც ამას არ ითვალისწინებთ. და მე მინდა ჩვენთან ყველაზე ახლოს მართლმადიდებელი ეკლესია, მართლმადიდებლები ვარ და აი მართლმადიდებელი ეკლესიაში როგორი იდეოლოგია იბადება, აი ამაზე მინდა საუბარი. მანამდე აი იუდეველებზეც გავიხსენოთ ეგ რა ვთქვით, იმიტომ რომ იუდეაში რომ ჩამოყალიბდა იდეოლოგია, ამას ამოწმებს წმინდა წერილი. ჩვენ არ აქვს ავტორიტეტული წყარო უფრო ვიდრე წმინდა წერილი, რას ნიშნავს და რას გავს, როდესაც ყალიბდება იდეოლოგია. ყველა იდეოლოგია ღმერთის კვლელობაა. აი ამიტომაა ცუდი. ეს ჩვენ ახლა იდეოლოგიების ეპოქაში ცხოვრობთ და ეს იდეოლოგიები მოდის და ფიფლავს და 1300 ვპირდება, მაგრამ ბოლო გაჩერება ყველა იდეოლოგიის ეს არის კვლელობა ღმერთისა. აი რაც მოხდა იუდეაში. ეს მაგრამ აი ლოგიკურად დასანახია რატომაა ეს. აი რატომ მოკლეს იუდეველებმა ღმერთი? ორი რაღაცის გამო. აი როდესაც შენ აყალიბებ ყველა იდეოლოგია შეიცავს ექსკლუზივიზმის ელემენტს, რომ რა კი მე ამ იდეოლოგიის მიმდევარია და მაგ ჭეშმარიტება სხვას აღვემატება და სხვაზე კარგია. აი ეს ექსკლუზივიზმის გზნობა განსაკუთრებული იყო იუდეველებში. აი რას ლაპარაკობენ? ძველი წინააღმდეგები გვეუბნებიან ამას, რატო ფიქრობენ, რომ იუდეველები რომ ყველაზე კარგი არიან. ამას თავიანთ რელიგიაზე აფუძნებენ. და ჩვენ ვიცით, რომ წინა წერილში წერია, რომ ადამიანი არის შესაქმნის გვერდინია, ხო? თავარი ქნილება. რატომაა?
ადამიანი თავარი ქმნილება, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისუფალი არსება, რომ დაემყარებინა კავშირი ღმერთთან. იმიტომ ღმერთმა ამიტომ შექმნაო კაცობრიობა, რომ სიყვარულის კავშირი ქონოდა ღმერთთან და იუდეველები ამოდეს სად გახორციელდა ეს? გახორციელდა მარტო ჩვენთან. თუ სხვა ხალხებს ვუყურებ, ჩვენს გვერდით ცხოვრებ ხალხებს, ისინი ვინ არიან? წარმართები არიან. დაკარგეს სწორი გაგება ღმერთის, ამიტომ ის პროექტი, რაც იყო ღმერთის სერვისად შეიქმნა კაცობრიობა, წარმართებში ეს არ შესრულდა, შესრულდა მხოლოდ ჩვენთან. ამიტომ ეს სიტყვა გოიმი რო არის ჩვენთან, ეს მოდის აი ებრაული ძველი თალმუდიდან. ეს ნიშნავს ეს გოიმი ნახევრად ადამიანი, ანთროპოლოგიურად ადამიანია, მაგრამ ღირსება არ აქვს ადამიანის. აი რაღაც შუაშია ცხოვრება და იმას შორის. იმიტომ რომ ის ვისაც გაჩნდა, იმას ვერ მიაღწია, ვერ დაამყარა სწორი კავშირი შემოფრინდა. ანუ დახმარე ძალაა. აი როგორც ადამიანს სჭირდებაო. ზოგჯერ ამას აი თალმუდში პირდაპირ ლაპარაკობენ, ზოგჯერ შემალით. ეს იმიტომ კი არა ვთქვი იუდეველები ცუდი. არა. ეს იმიტომ ეს იდეოლოგიის თვისებაა ესეთი რომ შენ ხარ განსაკუთრებული ადამიანი რა გიგა. და ეს იუდეველები და ამიტომ ეხლა რომ აი YouTube-ში თქვენ თუ მოიწიებთ, იქ არის ესეთი ვიდეოებია, თქვათ აი ორთოდოქსები რო არიან ძალიან, აი იუდაისტები, ისე რო დადიან ანტიითმებით რაღაც, კამათობენ ერთმანეთში, მესია რომ მოვა თითოეულ იუდეველს რამდენი მონა გოი ეყოლება. ზოგი ლაპარაკობს 2000, ზოგი ლაპარაკობს 22000 და ესე შემდეგ. აი ამით არიან ამას ეძახიან თეოლოგიას, ამით არიან დაკავებული. ესეთი ექსკლუზივიზმი აქვს. და ეს თავიანთი ექსკლუზივიზმის ამყარებენ რაზე, აი წესების ფანატიკურ ზედმიწევნით დაცვას. ეს ღმერთის ტრობაა, იმიტომ რომ ღმერთი გეუბნა, ვისაც არ უყვარს მოყვასი, ვინც არ აფასებს თავის მოყვაში არ ხედავს ღმერთს, იმას ღმერთის სიყვარული არ შეუძლია. და იესო ქრისტეც ამ შაბათის ეს შემთხვევით ხომ არა არაფერი. შაბათის დარგობის გამო არ გადაიმტერენ იესო ქრისტეს, რომ შენ რატო არ მამა პაპების ეს ამიტომ დაუწყეს გადაიმტერენ. და ჯვარს აცვეს უფალეს. ეს მას ნიშნავს, რომ ყველა იდეოლოგი თუ ბოლომდე მიუშვე, ჯერ ადამიანებს დახოცავს თავის გვერდით, ვინც მის წესებს არ მისდევს. თუ ღმერთი ჩაუვარდა ხელში, როგორც ეს იუდეველებმა გააკეთეს, ხოცაც მოკლავს. რომ აი იუდეველებს არ აწყობდათ ნამდვილი ღმერთი, რომელიც მოვიდა. ნამდვილი ღმერთი იესო ქრისტე ეუბნებოდა, შენი თავი დანიშნული, შენი თავი მოვალება, შენი გულის შეცვალო. ყველა შეიყვარო, გიყვარდეს ყველა. გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა შენი მტერი. და ეს ცნებები, ამას უნდა პარაკობს, იესო ქრისტე ციტირებს ველახმას. გიყვარდეს ღმერთი მთელი სული, მთელი გული, მთელი გონებით და გიყვარდეს მტერი შენი ვითარცა თავი შენი, ეს ძველი აღთქმაში ეწერა უკვე. ეს ძველი აღთქმას და ქრისტიანობაც მოსულია, იმიტომ რომ აი ეს სიყვარული ასწავლებს ადამიანებს, ესაა თავი დანიშნულება. მაგრამ ეს იდეოლოგია ესე აღარაა უკვე, იმიტომ რომ ვინც ამ წესებს არ ემორჩილება, იმაში არ ხედავს არც ადამიანს და კლავს იმას და კლავს ამ გადაგამოდენ ეკვიცას. ეხლა ჩვენ რატო გავიხსენეთ ეს ყველა? იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ, როგორი იდეოლოგია არის ეხლა თქვა გავრცელებული შეღავცელდება საეკლესიო წრეებში. უამრავი რაღაც ეს ადამიანი, ყველა ადამიანს მიდრეკილება აქვს, შეში ცოდვა ცხოვრობს ეს ბოროტება და ამიტომ ყველა ადამიანში არის მიდრეკილება ამ იდეოლოგიების და შეცდომებისგან. ყველაზე გავრცელებული რაცა. მე ახლა ეს ლიბერალური დემოკრატიაზე აი ესეთი არასწორი დამოკიდებულება, ეს არის იდეოლოგია, აი ამაზე მინდა ვისაუბრო. აი ეს ყველაზე მეტად გავრცელებულია აი რუსეთის ეკლესიაში. იმიტომ ამას ჩვენ იმიტომ ვლაპარაკობთ, რუსეთის ეკლესიას ვაკრიტიკებ, ან ჩვენ უკეთესი ვართ, მაგრამ დიდი მასშტაბია, მართლმადიდებლები არიან და ყველაზე დიდი გაქანება აქვს. დიდია მათი ეკლესია და მათი საეკლესიო ეს პუბლიცისტიკა არის უფრო გავლენიანი და ვრცელი და განსაკუთრებით აი ეს არასწორი დამოკიდებულება ლიბერალური დემოკრატიისადმი ვრცელდება რუსეთში. მე ლიბერალური დემოკრატიას კი არ ვიცავ. ადამიანები ყველაფერს აფუჭებენ. წმინდა წერილსაც არასწორად იყენებენ. სიყვარულისთვის, როგორც ლაპარაკობენ, წერილი დაიწერა სიყვარულისთვის და ადამიანები ამ წმინდა წერილს, რომელიც დაწერილია სიყვარულისთვის, იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანები დახოცონ და გაამართლონ ეს მათი სახელი. რატომაა საშიში აი იდეოლოგიური დამოკიდებულება აი ლიბერალური დემოკრატიისა. სანამ ამაზე გადავიდეთ, ხო, აი კერძოდ რას ლაპარაკობენ? აი რუსულ, ჩვენ თუ კითხულობთ რუსულ რადიკალური ეს პუბლიცისტიკას რელიგიურს, ლიბერალური დემოკრატიის შესახებ არის
ნუ ბევრი ბრალდება, მაგრამ გამოვყოთ სამი ძირითადი. პირველი ამბობენ რას? დემოკრატია თავისი არსით ეს არის დემონოკრატია. ბევრი სასულიერო პირები რომელიც ამას ეს ხო დემოკრატია არის დემონების ბატონობა. ესე ამბობენ ისეთ რაღაცას. დემოკრატია ანუ არის სათავე ყოველგვარი გარყვნებისა და სიბრძნისა. რომ მიუშვებო ხალხს თავის ყველგან აუცილებლად საშინელ ბოროტებას შეიძლება. ეს გინდა არ გინდა, აი ეს რას ბოროტება, სოციალური ბოროტება ხდება, ამის ფუნდამენტალური სათავე ეს არის დემოკრატია. მეორე ამბობენ რას? რომ ეკლესიას არ შეუძლია არათავსებადია ქრისტიანული ეკლესია ლიბერალურ დემოკრატიასთან. ეს არის მეორე პრინციპი. ეს ყველაზე გავრცელებული და მესამე აი ამბობენ რომ აი ეს პროგრამის დუგინი ამბობს რომ ყველაზე აი ექსპრესია, არტიკულაცია ამ შეხედულების ამბობს რომ ყველა მართლმადიდებელი პოლიტიკური სამშობლო ეს არის ქრისტიანული მონარქია, ქრისტიანული იმპერია. აი პირდაპირ ამბობს ესეთ რაღაცა. თუ შენ თავს ეძახი მართლმადიდებელს, მაგრამ გინდა ლიბერალურ დემოკრატიაში ცხოვრო და არა ქრისტიანულ სამეფოშიან იმპერიაში, შენ უკვე დარდასმული ხარ ანტიქრისტეთი. აი ანტიქრისტის ბეჭედი ზუსტად ეს არის. რომ ადამიანს უნდა ცხოვრება ლიბერალურ დემოკრატიაში. ეს მისი მარტო დუგინის აზრი არა, უბრალოდ ყველაზე გამოკვეთილად ამბობს ამას. ეს სამივე აზრი იდეოლოგიური და არასწორი. ფუნდამენტალურად არასწორი. აი ამ ლექციაზე მინდა ამაზე ვისაუბრო, მე ჩვენ ბოლო ლექცია გვექნება ილია ჭავჭავაძის იქაც შევეხები. და აი რატომაა ეს შეხედულება იდეოლოგიური და არასწორი და საშიში. და არაქრისტიანული თავისი არსი. მე სანამ ამ ლექციას დავწერე კიდევ ისიც თქვა მინდა. ყველა ადამიანს აქვს უფლება არ მოწონდეს თქვა მონარქია, არ უყვარდეს ლიბერალური დემოკრატია და აკრიტიკებდეს მას. ღმერთთან იმიტომ მოგცა თავისუფლება და გონება რომ შეშენი აზრი გქონდეს. თუ შენ აკრიტიკებ ლიბერალური დემოკრატია იქნება, მონარქია იქნება, იმპერია თქვა ეკონომიკური არგუმენტებით, სოციალური, პოლიტიკური, ამაში არაფერი პრობლემა არა. ეხლა გიჟი უნდა იყოს, რომ ყველაფერი მოგწონდეს ამ ლიბერალების და ლიბერალური დემოკრატიის. რა თქმა უნდა, საქმე რაშია? ქრისტიანობის სახელით არა გაკופლება. არ არის გაკופლება თქვა ეკლესიის და ქრისტიანობის სახელით, რომ შეუთავსებელია ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან ლიბერალური დემოკრატია და საკრალიზებული არის რომ მონარქია თქვა არის საკრალიზებული წყობა. რომ ქრისტიანი უნდა ცხოვრდეს და ოცნეობდეს, იცხოვროს მაინდა-მაინც ქრისტიანულ მონარქიაში, ეს არასწორია. აი ეს არის იდეოლოგია და ეს არის ძალიან შეშიში. ეხლა დავიწყოთ ეხლა თანმიმდევრობით მივყვეთ ამას, რატომ არ არის სწორი თქვა რომ აი დემოკრატია არის ბოროტების ცხარი. თვითონ დემოკრატია სანამ არის დემოკრატიის არსზე გადავიდეთ სანამაზე გადავიდეთ. აი ეს შეხედულება რა ისტორია. წმინდა წერილში რა არის გათვალისწინებული? მარტო წმინდანები და სიკეთე? არა, წმინდა წერილი ლაპარაკობს არა მარტო სიკეთეზე, არამედ ბოროტების ხალხზე საშინელ და ღრმა გამოვლენებზე. ამიტომაც წმინდა წერილი ადამიანებს უშუალებს რას ნიშნავს სიკეთე, გამოვლენილი ღვთაებრივი, სულთა და რას ნიშნავს ასევე ადამიანური ბოროტება მთელი სივრცეში. უამრავი მამა ლაპარაკობდა იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე მაშინ, როდესაც ბოროტებამ შეძლო თავისი ძალის სრულყოფილად გამოვინება. აი სრულად გამოვიდა თავისი ძალით. ამიტომ გახდა აუცილებელი მოსულიყო ღმერთი, ხო? და როდის მოხდა ეს ცოდვები, რომელსაც ბიბლია ლაპარაკობს. დემოკრატიის დროს, დემოკრატია. აი ჩვენ რასაც ხედავთ, ბიბლიური ცოდვები, ბიბლიაში აღწერილია ცოდვების გამოვინება, ღმერთის კვლელობა, ეს როდის მოხდა? მოხდა მონარქიის დროს. სადიყო მაშინ დემოკრატია აუფლო. დემოკრატია რო შეიქმნა როგორც პოლიტიკური პრაქტიკა. შეიძლება კარგი იყოს, შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ეს არ ყოფილა რელიგიური ფენომენი. არ დაპირისპირებია რელიგიას. აი როდის დაიბადა დემოკრატია, დაიბადა ძველ საბერძნეთში, დაიბადა რომში, ხო? რატომ დაიბადა? მაშინ მეფეს პრივილეგია, პრეროგატივა რა იყო? აი ჩვენ ბიბლიაში რო ხედავთ, ორი კაცი კამათობს რაღაცაზე. მნიშვნელოვნად. ვისთან მიდიან საქმის გასარჩევად, ასე ვთქვათ, ჩვენ მეფესთან.
აი მივიდეს სოლომონ მეფესთან, ხომ ელაპარაკებიან, აი ყამათობენ პატარა ბავშვზე. ჩემია თუ სხვა. მივიდნენ მეფეს ეკითხები. მეფეს ჰქონდა უმაღლესი სასამართლო ხელისუფლება, მეფე წყვეტდა, როდის დაეწყოთ ომი, როდის დაემყარებინათ მშვიდობა, როგორი ყოფილიყო გადასახადი. აი, როდესაც რომიდან გაარღვეს ტარკვინიუს ამაყი, რატო გაარღვეს ტარკვინიუს ამაყი? იმიტომ ტარკვინიუს მეფის შვილმა გააუპატიურა კეთილშობილი რომაელი ქალი მატრონა. ამას ნიშნავს და კულტი ჰქონდათ ოჯახის სიწმინდის ან რომაელებს და ეს არაპატიეს არც მეფეს და გააგდეს რომიდან მეფე. მერე თქვეს ისაც რასაც აკეთებდა ადრე მეფე. ანუ რო წყვეტდა ვინ არის დამნაშავე, ვინ არის მართალი, როგორ უნდა იყოს გადასახადი, ვისა უნდა დავიწყოთ ომი, დავამყაროთ მშვიდობა, ეს გადაწყვეტოს ხალხმა. დემოკრატია ეს იყო მექანიზმი, როგორ ემოქმედა სახელმწიფო ინსტიტუტებს. დემოკრატია რო შემოვიდა, დაიწყეს მაშინ ცვლილება, რომ აი ახლა რაკი დემოკრატია შემოვიდა, ჩვენ სხვანაირი რელიგია, სხვანაირი ცხოვრების წესი, სხვანაირად გავზდით შვილებს, სხვანაირად მოვიყვანთ სორს, არ ყოფილა. დემოკრატია თავისთავად ეს არის ერთ-ერთი ფორმა სახელმწიფო ინსტიტუტების მოქმედებისა, სხვა არის. მე შეიძლება შენ იმოქმედო, აი როგორც თქვით, რომ იდეოლოგმა გამოიყენოს ამ პოლიტიკური პრაქტიკა, ან წმინდა წერილი იქნება თუ სხვა და პროტად გამოიყენოს გადააქციოთ იდეოლოგიად. ესეთი რაღაცებიც ხდება, რა თქმა უნდა. მაგრამ იდეოლოგიის გადაქცევა დემოკრატიის როდისაა, აი არის ერთი ფილოსოფოსი ძალიან ამერიკელი, დიუი და ლაპარაკობს, რომ დემოკრატია არისო მორალური კატეგორია. ანუ რა, ყველგან და ყოველთვის უნდა გამოიყენო დემოკრატია. აი ეს უკვე იდეოლოგია. ეს არასწორია. დემოკრატიის გამოყენება არ შეიძლება მაგალითად ოჯახში. აი თქვენ წარმოგიდგენთ პატარა ბავშვები ყავთ, აბა დემოკრატიული პროცედურა ჩაატარა ბავშვმა, წავიდა სკოლაში, წავიდეს, ჭამის ხელი დაიბანოს თუ რა. ოსისულებს. ოჯახში არ შეიძლება დემოკრატია. ასევე არ შეიძლება დემოკრატია ეკლესიაში. როცა საქმე ეხება დოგმებს. Quando სამება და იესო ქრისტე განკაცდა ჯვარშეცვა თუ რა ეს უნდა გადაწყდეს არა დემოკრატია, მაგრამ ეს არის ავტორიტეტმა საეკლესიო. აი ეს დამოკიდებულება რა ყველგან იყოს დემოკრატიის იდეოლოგიით არასწორია. მაგრამ თავად დემოკრატია კიდევ იმეორებთ, თავად დემოკრატიაში არაფერი ცუდი არ არის. ეხლა დემოკრატიით ბევრ ცუდ საქმეს აკეთებენ დემოკრატიის სახელით, მაგრამ ეს დემოკრატიის ბრალიკი არა. თუკი დემოკრატია არის არსებობს საზოგადოებაში, სადაც შენარჩუნია ფასეულობები, დემოკრატია ძალიან კარგია. ბევრი რაღაცით შეიძლება აჯობოს მონარქიას. რატომ იყო რომის ჯარი ასეთი ძლიერი? იმიტომ ყველა მოქალაქეს ჰქონდა პასუხისმგებლობა. აი ჩვენ შუა საუკუნეებში ვარ კიდე ქალაქ სახელმწიფოები და რაღაცა, რომ ხედავ, დემოკრატია იყო ადამიანების პოლიტიკური მომწიფებულობის საუკეთესო სკოლა. აი თქვენ წარმოგიდგენთ ესეთ ცხოვრებას ყველას გვინახავთ. არის ახალგაზრდა ბიჭი ან ახალგაზრდა გოგო. ქარაფშუტა სულ გართობაზე ფიქრობს. მაგრამ მე რომ დაცოშულდება ან გათხოვდება და ბავშვი გაუჩნდება რადიკალურად იცვლება. რატომ? იმიტომ რომ პასუხისმგებლობას გქონს უკვე შვილი ხავს, იმას და მოუაროს და იცვლება და აი დემოკრატია შეიძლება ჰქონდეს ასეთი ეფექტი. როდესაც ყველა მოქალაქე გძნობს თავის პასუხისმგებლობას ან სახელმწიფოსადმი, ქალაქისადმი, მაშინ იზრდებიან ძალიან დიდი მოქალაქეები. აი ჩვენ ვხედავთ დიდი სახელმწიფო მოქალაქეები ავლენენ, აი ძველი რომი იქნება, თქვა რესპუბლიკები იქნება, ხედავთ უამრავ გმირს და ჩამოყალიბებულ ძალიან კარგ ადამიანს. დიდი ცოდვილი შეიძლება არსებობდეს დემოკრატიაში, დემოკრატიის დროს, მონარქიის დროს ასე შემდეგ. აქ ცოდვის წყარო არ არის დემოკრატია და არ არის ნამდვილად დემოკრატია. ცირა, ზოგიერთი ლაპარაკი, მე არ ვეთანხმები ამასთან, ზოგიერთი ძალიან ღრმა, თქვა თეოლოგი ლაპარაკობს, რომ ქრისტიანობაო ყველაზე კარგათო დემოკრატიას ეგუებაო. აი ლუისი, ჩვენ ვიყავ ძალიან გვიყვარს ლუისი, ხო? ძალიან დიდი მწერალი ლუისი ამოდის და რაკი ჩვენ ადამიანები ვართ, ყველანი ძალიან ცოდვილები მიდრეკილება ცოდვისათვის, ადამიანურ ურთიერთობებში ყველაზე კარგი დემოკრატიაა. რატო? იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისუფლად ცდება და ეს აბალანსებენ ერთმანეთს. ეს ადრე იმანაც თქვა არისტოტელე. აი წარმოიდგინეთ ესეთ რაღაცა. ჩვენ ვდგავართ თის წვერზე. აი რამოდენიმე ადამიანი ჯგუფი და ყველა თავის მხარეზე ეკაჩება რაღაც დროშას თქვა. აი თის წვერია და დროშა არასპადა და უამრავი ადამიანი და ეკაჩება აი ამ დროშას. თუ ერთი ყველაზე ძლიერია, გადაკაჩავს ამ დროს და გადაიყოლებს ყველას უსკულში. მაგრამ თუ თანაბარი ძალის არიან, ყველა თავისას ეკაჩება, ყველა ეგოისტია, მაგრამ ერთმანეთს აბალანსებენ. აი ასეთია დემოკრატიის ლუისიც ამბობს. დემოკრატიას ესეთი ეფექტია. ესე დასაუნდე
აი პლატონი ამბობს, არავის ისეთი ჭკვიანური ტექსტები არ აქვს დაწერილი დემოკრატიაზე, როგორც არისტოტელეს და პლატონს. და ისინი ყველა ისინი ლაპარაკობენ. თუკი საზოგადოება სათნოებებითაა სავსე. ანუ აი სულიერი სამოქალაქოებას მოქალაქეებს სწორი რწმენა აქვს, სწორი სათნოებები აქვს, მაშინ ყველაზე საუკეთესო მონარქია. და მონარქია აღებულია რაზე ღირსებას წყობაა და მორჩილებაზე. და ემორჩილები, მაგრამ თუ კი ადამიანები არ არიან ასეთი საზოგადოებაში არ არსებობს სათნოებები, მაშინ უფრო კარგია დემოკრატია. იმიტომ კი არა დემოკრატია კაცს მოიტანს თავისთავად. და არა, ერთმანეთს ეს ეგოისტი ხალხი ერთმანეთს გააპატილებს. შემთხვევითი რატომაა, რომ აი რაც ადამიანები, რაც უფრო ვიყნებს, რაც უფრო შორდებით, უფრო და უფრო წერდება დემოკრატია. ეს ხო მარტის დაშვებითაა, ეს მონარქიები აღარაა. იმიტომ რომ მონარქიაში ცხოვრება ნამდვილ მონარქიაზე ლაპარაკობ, არა კონსტიტუციური მონარქია. იმიტომ კონსტიტუციური მონარქია ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთი სახეა. აი ინგლისი მაგალითად საბერძნეთი, ისა ესპანეთი, ნიდერლანდები და ასე ხო, იაპონია. აქ მონარქიებია, მაგრამ ეს ლიბერალური დემოკრატიის ფორმაა ერთ-ერთი, იმიტომ რომ მონარქს არაფერი ძალაუფლება არ აქვს. აი მონარქიაზე გეუბნებით, ისეთი რომ მონარქს ნამდვილი ძალა აქვს, აი ძველ ხმაში რო იყო შუა საუკუნეებში და რა. ეს არის ძალიან ძნელი ყველა ჩვენთან ადამიანებს არ შეუძლიათ მონარქიაში ცხოვრება. რატომ თუ მონარქიაში ცხოვრება რა შეიძლება ღმერთის განგებულების წვენა უპირველეს ყოვლისა, იმიტომ შეგწავს რომ აი ეს ჩემი მონარქი რო არის ღმერთის დაშვებით და შემთხვევით არაფერი არ არის. იმიტომ მოვიდა ეს მონარქია ასეთ რომ მას დავემორჩილო. ჩვენ რომ გამოვალთ ეხლა და მთავრობა არ მომწონს და ეს პრემიერ-მინისტრი რასაკეთებს, პრეზიდენტი ესე მონარქიის წესით რაღაც კეთება არ შეიძლება. იმიტომ ეს არის წვენა რომ მონარქის გულს, მონარქის ხელს მარჯვენას მართავს უფალი. უნდა დაემორჩილო. და უნდა წამდეს რომ იერარქია რო არსებობს, ზოგი იბადება თქვათ არისტოკრატი, ზოგი იბადება გლეხი, ეს ყველაფერი ღმერთისაგან აღმოჩენილი. თუ საზოგადოება მორწმუნე არაა, ამას ვინაიტანს ეს რაღაც მორჩილებას და რაღაც. თანამედროვე ეს ამიტომ ეს აი შეხედულება რომ ეს დემოკრატია ცუდია და ქრისტიანობასთან არ არის თავსებად ეს ძალიან საშიში აზრია. აი ჩვენთანაც რომ დაიწყეს ისა გიორგის ლაპარაკობდა ჩვენ რომ დაიწყეს მონარქიაზე საუბარი, ჩაიცვეს უსებ ჩოხები, მანდილები და კალბატონები და ძველი მამულების დაიწყეს ზება ვის რომელი მამულები ქონდა. მდინარებს და ეს ხო საშინელი უტოპია, სისულელია ხო. ამიტომ ახლა გადავიდეთ მეორე ასე ქრისტიანობასთან არ არის თავსებადი ლიბერალური დემოკრატია. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქრისტიანობის არ არსებობს. რომ შენ ლაპარაკობს რომ ეკლესია და ქრისტიანობა არის შეუთავსებელი ლიბერალურ დემოკრატიასთან. კიდევ იმ შეიძლება როგორც პოლიტიკურად და ეკონომიური კატეგორიებით არ მოგწონდეს ლიბერალური დემოკრატია სხვა საქმეა, მაგრამ თქვა იმისა რომ ქრისტიანობა არის შეუთავსებელი ლიბერალურ დემოკრატიასთან, ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა ქრისტიანობისა და ღმერთისა. რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა არის ის რომ ის კაცობრიობის ისტორია გაივლიდა უამრავ წყობილებას და მათ შორის ლიბერალური დემოკრატიაც იქნებოდა. ესე იგი ისეთი ეკლესია დაარსა რომ აი რაღაც საუკუნის შემდეგ ეკლესია არის შეუთავსებელი ლიბერალურ დემოკრატიასთან. ქრისტიანობის უპირატესობა სხვა რელიგიებთან რა არის ჩვენ ასე ვთქვით, რომ ქრისტიანობა არის თავისი ბუნებით ზე პოლიტიკურია და ზე ეკონომიური. ხედავთ თქვენ სახარებათა წერია სადმე საკრალურია, ესათვის პოლიტიკური წყობილება ან ეკონომიკური წყობილება. არა, იმ რა განსხვავებით ისლამისა და განსხვავებით იუდაიზმის და სხვა რელიგიებისგან. იმიტომ ისინი ადამიანების შექმნილია. და ეპოქა რომ დაცატარებს. ქრისტიანობაში ეს არა, იმიტომ ქრისტიანობა ღვთაებრივი წარმომავლობისა, ამიტომ რომ ზე პოლიტიკური და ზე ეკონომიური, იმიტომ რომ ღმერთის შექმნილია და ღმერთმა იცის რომ ადამიანები გაივლიან უამრავ პოლიტიკურ ფორმაციას თავისი ისტორიის მანძილზე. რა არის შველი ეკლესიის არსი? აი საერთოდ მოვიდა სიტყვა ეკლესია. არის ეკლეო ბერძნული სიტყვა ნიშნავს მოხმობას. რატომ მოუხმობენ? და ლიტურგიას ბერძნული სიტყვა და ნიშნავს საერთო საქმეს. აი მაგალითად ძველი ბერძნები რომ მოინდომებდნენ ქუჩა გადაეგოთ საერთო ან რაღაც გემია ეშენებინათ ან რაღაცა შენობა ხომ სასამართლოა რაღაცა ამას ეძახდნენ ლიტურგიას ანუ საერთო საქმეზე დაპატიჟებდნენ მოქალაქეებს ეს არის ლიტურგია და ეს ეკლესია მოვიდა მოხმობა ლიტურგიაზე ანუ ევქარისტიაზე შენ რომ ევქარისტიაზე მოუხმო ადამიანებს და ევქარისტია ჩაატარო ამისთვის პოლიტიკური წყობა გჭირდება რომელიმე რა თქმა უნდა არა ეკლესია ზე პოლიტიკურია, იმიტომ რომ ნებისმიერ პოლიტიკურ წყობაში შეიძლება მოუხმო ადამიანებს და ჩაატარო ლიტურგია და ეს არის ეკლესია არის იქ, სადაც არის
სადაც არის ევქარისტია, სადაც არის ევქარისტია, იქ არის ნამდვილი ქრისტიანობა და ნამდვილი ცხოვრება. სულაც არ იყო რომის იმპერია დემოკრატიული და ქრისტიანული პირიქით დევნიდა. ეგრე რომის იმპერიაზე უფრო დისციპლინირებული და ეს გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები და მობილიზებული რომელი იმპერია იყო ისტორიაში. არა დევნიდა ქრისტიანობას, მაგრამ როგორი იყო ქრისტიანობა, იმიტომ საუკეთესო. არასოდეს აყოლია იმდენი წმინდანი ეკლესიას, იმდენი ადამიანი მზად თავი გაეწირა ღმერთისთვის და ასე როგორც მაშინ როდესაც იდევნებოდა. თუ შენი რწმენა და შენი ეკლესია დამოკიდებულია ვიღაცა იმპერატორზე, ან პოლიტიკურ წყობაზე, ეს როგორ შეიძლება ღმერთის დაარსებული იყოს ესეთი რაღაც. ეხლა რატომ წარმოიშვა ლიბერალური დემოკრატია? მოდი ამაზე ცოტა გვიან ვისაუბრებ. ესე იგი, ჩვენ იმისაც დავინახოთ რა არის კარგი ლიბერალური დემოკრატია და რა არის აი შეცდომა ამ დამოკიდებულებაში. ეს ცოტა უცელე და ამიტომ გვიან გადავიტან, მანამდე შევეხები აი მესამე ბრალდებას, ასაც დუგინი და ისინი ლაპარაკობენ, რომ ყველა მართლმადიდებელი სამშობლო ეს არის ქრისტიანული იმპერია. აი პირდაპირ დუგინის როგორც გითხრა, დუგინის ფრაზაა ეს. ყველა სამშობლო, ყველა მართლმადიდებლისა ეს არის მართლმადიდებელი იმპერია და ტკაჩოვი რო არის. უდელი ისიც ლაპარაკობს ამას, რომ ქრისტიანობის დაცვა შეუძლია მარტო იმპერიას, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი. აი ქართველებიო, ბულგარელებიო, სერბები და ისინი რა იქ მართლმადიდებლობას დაიცავენ, თავს ვერ იცავენ. იმისთვის რომ დაიცვა მართლმადიდებლობა, უნდა იყოს იმპერია, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი. ესეც ხო საშინელი სისულელია. აი თქვენ წარმოგიდგენთ ღვერთისგან დაარსებული ეკლესია, რომელსაც ჭელი ჯოჯოხეთსა ვერერები რომ დამოკიდებული ყოფილა პოლიტიკაზე და თუ რომელიმე ქვეყნის მმართველი არის თუ არა. რატო ლაპარაკობენ ახლა? ეს შემთხვევით თავის თეოლოგიური ასე ვთქვა წყალში მოძღვრება დგას ამის უკან. ეს აი მაგალითად დუგინი ხშირად ლაპარაკობს. ეს დუგინის აზრი არაა. ეს ძალიან ძველი აზრია. თვითონ რუსებს არ გამოუგონეს მესამე რომის იმპერიაზე თეორიაზე გეუბნები. ეს ადრე იყო ეს წმინდა რომის იმპერიაში გერმანული ტომების რო იყო მაშინ ჰაბსბურგების იმპერია რო შეიქმნა, მაშინ ჩამოყალიბდა ეს თეორია და მერე გადმოვიდა რუსებთანაც. რუსების გამოგონებული არა. მაგრამ ფუნდამენტალურად არასწორი. რა მოძღვრება დგას ამის უკან. დანიელი წინასწარმეტყველად ერთ-ერთი ძალიან დიდი ძველი ახსნის წინასწარმეტყველები და მას ჰქონდა ხილვა ესეთი, რომ 4 დიდი იმპერია იქნება. ეს არის ბაბილონის, სპარსელების, ბერძნების და რომაელების. იქ ჩამოთვლილია მათი თვისებები და დანიელი წინასწარმეტყველია აი 505 საუკუნით ადრე წინასწარმეტყველები რომ მოვიდოდა მესია აი ბოლო რომის იმპერიის დროს. ესე მეორე მამა ეს არის იპოლიტე რომაელი. იპოლიტე რომაელმა ეს წარმოთქვა ესეთი არის თავის შრომაში ანტიქრისტეზე, რომ ანტიქრისტი არ მოვა მანამდე, სანამ რომის იმპერია იარსებებს. რატო რომის იმპერიაში გაჩნდა მესიაო, სანამ რომის იმპერია იარსებებს, ანტიქრისტე ვერ მოვა. ეს არის რომელსაც მამები არ იღებენ ამას, მაგრამ ეს გავრცელებული აზრი იყო პერიოდი, რომ არის იპოლიტე რომაელის ამას დაემატა პავლე მოციქულის კორინთელთა ეპისტოლეში ლაპარაკობს, რომ ანტიქრისტე მოვა მაშინ, როდესაც შემაკავებელი აღარ იქნება წმინდა ადგილზე. შემაკავებელი არის კატეხონი, ბერძნულად. ხო, კატეხონსაც თარგმნიან ესეთი, აი რუსები თარგმნიან დერჟავნაია რუკა ხელისუფალი. ანუ მარჯვენა. ახლა ვთქვათ, ძველ ეკლესიებში გამოხატავდნენ პანტოკრატოს, აი უფალს არა ესეთი იხდის, არამედ ასე ხელი უჭირავს, სამყარო უჭირავს, აი თავისი მარჯვენა და ესე ამბობენ. აი ესო განასახიერებს, რომ პანტოკრატორი ეს არის იმპერატორი იმპერიისა, ქრისტიანული იმპერიის. აი ესეთი რაღაცა მოძღვრება ადრე იყო რომის იმპერია რომ დაეცა გადავიდა ბიზანტიაში, ბიზანტიის იმპერატორი ეკავა მთელი ოიკუმენას იცავდა იმპერატორი და მერე ბიზანტიის იმპერია რო დაეცა, გადავიდა მოსკოვი გახდა მესამე რომი. ესე ბუგინდა ესე გასამბობი რომ სანამ რუსეთი იქნება მართლმადიდებელი და ეყოლება მართლმადიდებელი მეფე, მანამდე ანტიქრისტე დედამიწაზე არ მოესე ანტიქრისტეს აჩერებს რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური წყობა და პოლიტიკური იმპერია. ეს საშინელი შეცდომაა. პავლე მოციქული იმას ლაპარაკობდა, რომ რუსეთის იმპერატორმა ეს რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის იმპერატორმა გადაარჩინოს მართლმადიდებლობა და მართლობა სისულელია. აი რასაც ლაპარაკობს პავლე მოციქული შემაკავებელი მადლისმიერი ფენომენია.
წინამები ამბობენ, ყველაზე დიდი შეცდომა ანტიქრისტე რომ მოდის, ეს არის მოინდომო მისი დამარცხება სახელმწიფო და სოციალური ძალებით და პოლიტიკით. ანტიქრისტე ზუსტად ეს უნდა. რომ შენ სინანულით, გულის გაწმენდით და ნამდვილი ქრისტიანობით კი არ ებრძოლო ანტიქრისტეს, არამედ პოლიტიკურად. აი, ისა რა არის ეს შემაკავებელი? ამას წინამები ლაპარაკობენ. სერაფიმ ესარაველი, რუსია სერაფიმ ესარაველის ლაპარაკ. შემაკავებელი კი რა? რაზე დგას შენი ეკლესია? აი, უფალმა რა უთხრა, აზე დავამკვიდრებ ეკლესიას. დავამკვიდრებ პეტრეს აღსარებლობაზე. პეტრე ხო მოციქულია და ეპისკოპოსი აღსარებლობაზე იესო ქრისტეს ხვდა. როდესაც იესო ქრისტე უთხრა შეხ, როდესაც პეტრე უთხრა შეხარცეხ. ისა, აი უთხრა, აი ამ რწმენაზე, ამ აღსარებლობაზე დავამყარებ ეკლესიას. კლდე სარწმუნოების კლდე ეს არის აღსარებლობა და რწმენა იესო ქრისტეს ღვთაებრივებისა. იმიტომ რომ ჩვენ რო წამს რომ იესო ქრისტე ღმერთია, აი ამიტომ არის ჩვენ წამს საიდუმლოებები ეკლესიისა. რატო ეძახით? მისტიური სხეული რატომ არის ეკლესია იესო ქრისტეს? რატო ეძახით? მისტიური ბერძნიდან მოდის, ეს არის დამალული დაფარულს ნიშნავს. ეკლესიაში იესო ქრისტე დაფარულია. ღმერთს არ შეეძლო ხილულის სხეულებრივ ყოფილიყო სულ დედამიწაზე, ხომ? იყო ებრაელებთან. აზიარა მისი მოციქულები, თავის სისხლს და ხორცს, აი ღმერთის გვერდით იდგნენ, ხომ? ღმერთკაცის. ეკლესია ზუსტად იდივია. რასაც იღებდნენ მოციქულები ღმერთის გვერდით დომისას, საიდუმლო სერობაზე ზუსტად იმას ვიღებთ ჩვენ ეკლესიაში, როცა ევქარისტიაში მონაწილეობთ. ეკლესიის საიდუმლოები ეს არის ეს ჭურჭელი, რომლითაც გადმოგვეცემა ღმერთის მადლი და ღმერთის ღვთაება. თორე გვაშერება ღმერთი მოსულიყო, გაკაცებულიყო მხოლოდ 12 იუდეველის, ებრაელისთვის, ხო? ყველასთვის ერთნაირად მოვიდა ღმერთი. ზოგიერთი ძველი იუდეველებს ეძლებოდათ ეს უფალთან ურთიერთობით ფიზიკური და ჩვენ გვეძლება ეკლესიაში. ყველაფერი ეს ეკლესიის აი ეს მისტერიები, ეს საკრამენტალური ცხოვრება დაფუძნებულია იესო ქრისტეს წმენაზე. სერაფიმ ესარაველი, ბევრი წინამამა ამბობს, ბოლოს ანტიქრისტეს ეპოქა როდის იქნება, ანტიქრისტეს ეპოქა მოვა მაშინ, როდესაც ეკლესიებში აღარ იქნება ევქარისტია. რატო აღარ იქნება ევქარისტია? იქნება მოოქროვილი გუმბათები, ყველგან ეკლესიას დაინახავს საოცრად მდიდარს, მაგრამ მუზეუმებივით იქნება. იქნება ხატები ძალიან ლამაზი, ძალიან შენობები. ეხლა რა უნდა? ისეთ ეპოქაში შევდივართ, აი შენობებს დაბესტავებ მალე, ხო? კომპიუტერით რო არის, ასე რო აგებს. გაიხლა რა, გაიხედა და ულამაზესი ეკლესია იქნება. რა არის? წვენა აღარ იქნება იესო ქრისტე რო ღმერთია. აი სერაფიმ ესარაველი ამბობს, როდესაც ეკლესიებში იქნება ეპისკოპოსები და მღვდლები, რომელსაც აღარ ეწამებათ იესო ქრისტეს ღვთაებრობა, იმ ეკლესიაში უკვე აღარ უნდა შეგვიძლია. აი იესო ქრისტე, აი ანტიქრისტეს ეპოქის ყველაზე ერთ-ერთი ნიშანი ამაზე ლაპარაკობს პავლე მოციქული. შემაკავებელი ანუ იესო ქრისტეს წვენა, როდესაც აღარ იქნება ეკლესიაში, აი მაშინ აღარ იქნება ჭეშმარიტი წვენა და გაბატონდება ანტიქრისტე და არა ის რომ ეს შემაკავებელი იქნება პუტინი ან რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი. ეს რომ ყოფილიყო ამას სულ მეორე. ღმერთის საქმის კეთება რო შეძლებოდა იმპერატორებს. მაშინ იესო ქრისტეს დაიბადებოდა იმპერატორად ბიზანტიის, ან რომის იმპერატორად და გამოცემდა თავის კანონებს, რომ აი ასეთი დაემორჩილება. ვიც არ დაემორჩილებდა იმას აცობდა ჯვარზე. თვითონ კი არ ეცვლებოდა ჩვენი ცოდნების გამოსასყიდად, არამედ იცვით წესებს და აღვევდა. ეს ძალიან საშიში აზრი. რატომ არის ძალიან საშიში აზრი? იმიტომ რომ როდესაც შენ ამბობ, რომ მე მაქვს მისია შევინარჩუნო მართლმადიდებლობა დედამიწაზე, ეს რას მოიტანს? გაუშვებ ჯარებს გვერდით, შენს გვერდით რო ხალხი ცხოვრობს და მართლმადიდებელი და შენი ძმა არის ისტორიულად. რომ უნდა მოახდინო მისი დენაციფიკაცია და თავზე მოახდინო მართლმადიდებლობა და ახოცა ბავშვებს, ფერმძიმე ქალებს და ამას გააკეთე. ასეთ რაღაცას გააკეთე ღმერთის სახელით. თქვენ რომ ქუჩაში მიდიხართ, დაინახეთ რომ ვიღაცა ცოდვია, აი იცით რომ ვიღაცა კაცი არის ცოდვილი ძალიან. აი გააქვს როგორც ქრისტიანს უფლება დაესხა თავში მუშტები უთხრა ამის გამო, ხო არა გაქვს. და თუ ადამიანს გააქვს უფლება, მაშინ სახელმწიფოს რატო? ვინ მიცა, აი ეს კაცები ადრე ძალიან მომწონდა ეს ენაწყლიანი კაცია და ხანდახან უსმენ და ეხლა გამოდის და რა გიკვირთო? აი ჩვენ ადამიანს ავათავ ოპერაციას უკეთებენ, ხო? აი ჩვენი ახლა პუტინი უკეთებს ოპერაციას მეორე. ვინ დააყენა პუტინი ოპერაციის გამკეთებლად? ვინ დააყენა? ხო გამოცხადება ქონდა, თავრანგელზე გამოეცხადა 4 წელს ხათი გამოგალი. ეს ყველაზე რატომაა ეს ყველაზე საშინდო ყველაზე მეტი ხალხი ჩვენ ადრე ვთქვით წყდება რელიგიური ომების დროს. როდესაც ერთი ქვეყანა მიდის მეორის და საპრობად ჯარის
ჯარისკაც არ შეუძლია პატარა ბავშვების და ქალების მოკვლა. ადამიანს ძალიან ნორმალურია, ხო? თუ არ შეიშალა. ესე არ შეუძლია. აი პოლიტიკური მიზნების გამო არ შეგიძლია ეს ბავშვების და ქალების მოკვლა, მაგრამ რელიგიური მოტივებით ყველაფერს გააკეთა. ყველაზე დაუნდობელი ხალხი ხდება, როდესაც ბოროტებას აკეთებს ღმერთის სახელით. აი ამიტომაა საშიში ძალიან. ხო, ეხლა გადავიდეთ აი რომ ეკლესია არ არის თანხმობაში არ შეუძლია არსებობა ლიბერალურ დემოკრატიასთან. იმისაც რომ დავინახოთ რომ ეს არასწორი აზრია, უნდა ისტორიულად ნახოთ როდის ჩამოყალიბდა ლიბერალური დემოკრატია. ესე მე სიტყვა მინდა ლექციაზე კიდევ ვიმეორებ. თქვენ არ გაიგოთ რომ მე ვიცავ ლიბერალურ დემოკრატიას როგორც პოლიტიკურ ფენომენს. თავისი ნაკლი აქვს ამას ძალიან. მე მაგალითად საშუალოდ არ მიყვარს ლიბერალი თეოლოგები. აი ყველა არ წარმოვიდგენია თეოლოგი და ადამიანი იმაზე ცუდი ვიდრე ლიბერალური თეოლოგი. აი ლიბერალური თეოლოგები როგორი არიან? აი იესო ქრისტე არ არის ღმერთი, წინაწერილი არის ერთ-ერთი ისტორიული კარგი ტექსტი, სასწაულების მომხრეები და უარყოფა აი წინაწერილი ისე უნდა შეისწავლო როგორც მაგათ გალაქტიონის ლექსი. აი კრიტიკული როგორც ფილოლოგების სწავლობენ. იესო ქრისტე იყო თქვათ არ იკამათებენ ან ისტორიულად არსებობდა თუ გამოყენებული პერსონაჟია რომ ღმერთი არცა და გამოშიგნა ვერ ყველა. ეს რა თქმა უნდა ლიბერალური თეოლოგია, ლიბერალური სოხხედელობა არ მიყვარს მე არ შეიძლება ადამიანს ეს მოწონდეს. ყველაფერი რელატიურია ამას ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ ლიბერალურ დემოკრატიაზე როგორც პოლიტიკურ ფენომენზე, როდის ჩამოყალიბდა და იყო თუ არა თავის ჩამოყალიბების მომენტში ეკლესიის საწინააღმდეგო ძალა და ტული ძალა ქრისტიანობისა და ეკლესიის. აი ამაშია საქმე. თუმცა ისთვის შეიქმნა და რა ფუნქციით შეიქმნა, ეს უნდა ვნახოთ. იმიტომ კიდე გავიმეორებ იმას. მასე ადამიანები ამახინჯებენ წმინდა წერილისაც. წმინდა წერილი, აი რომ მოდიან ახლა წმინდა წერილის გამო ხოცავენ ადამიანებს. ის წმინდა წერილის ბრალია, ადამიანების ბრალია. როდესაც ლიბერალური დემოკრატია ჩამოყალიბდა, მაშინ ადამიანები მორწმუნე იყო და ლიბერალური დემოკრატიას სწორად იყენებდნენ ამაზე ვილაპარაკო. ეხლა, როცა ადამიანებმა დაკარგეს წმენა, ყველაფერს სულად არა მარტო ლიბერალური დემოკრატიას გამოიყენებენ, სულად დამყარდეს მონარქიასაც ძალიან სულად გამოიყენებენ. კუბა და ესა ჩრდილოეთ კორეა რა არის? არ არის მონარქია. გადადის მემკვიდრეობით ძალაუფლება. მაგრამ და კარგია, იქ ჯოჯოხეთია. არავის არ უნდა ცხოვრება ბიუროკრატიის გარდა. ადამიანებს თვითონ ეგოისტია და ფასეულებია დაკარგული ყველაფერს გაახუჭოს და ყველაფერს საშინად გააკეთებს. ეხლა აი დაუბრუნდეთ, როდის ჩამოყალიბდა ლიბერალური დემოკრატია ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც მონარქებმა დაიწყეს ქრისტიანობის დამახინჯება და მიითვისეს პროტესტანტულ გარემოში, როდესაც მონარქებმა მოინდომეს პრეროგატივების მითვისება, რომლის უფლება არ აქვს არც რომის პაპს რომ არ გვინდა. ჩვენ რასაც რომის პაპს მართლმადიდებლები არ ვპატიობთ, აი ის მოინდომეს მონარქებმა. საქმე რა შეიძლება? აი შუა საუკუნეების სანამ იყო. შუა საუკუნეების დროს იმპერატორს ჰქონდა ძალიან დიდი ძალაუფლება, მაგრამ იცოდა რომ არა მარტო ჩემი ძალაუფლება ღვთით ნაკურთხი, არამედ ეპისკოპოსის. ისიც ღმერთისაგან მოდის. და იყო აი შუა საუკუნეებში იყო თეორია, ჩვენ გვაქვს ორი თვალი, გვაქვს ორი ხელი. ადამიანი ცხოვრობს სწორად, როდესაც ეს ორი ხელი და ორი თვალი თანამშრომლობს ერთმანეთთან და არა ერთი მიითვისეს მეორის ძალაუფლებას. იყო აი ჩვენ ლაპარაკობთ სეზარო პაპის და პაპო ცეზარისა და ეს რაღაცა დამახინჯებები იყო ხანდახან, მაგრამ არც ერთ იმპერატორს არ მოუვიდოდა აზრად რომ გაეუქმებინა თქვათ ეკლესიაში აი პატრიარქის ან ეპისკოპოსის. იმიტომ იცოდა ეს რომ ეს ღმერთისაგან მოდის. აი იუდეველების რომ იყვნენ მოსე ხო სასწაულით მოქმედია, სახეზე ვერ უყურებენ ისეთი მადლი აქვს. აი თამორის ნათელი ქონდა ძოლაკმაში. ებრაელები ვერ უყურებდნენ მოსეს სახეზე ღმერთის ნათელი მოდიოდა ის თვალებით ხო? იმ დროსაც კი აი როცა მოსე წინასწარ მოსეს სიცოცხლეში დაამყარა ღმერთმა მისი აარონის ანუ მღვდელმთავრობის ინსტიტუტი, ხო? გაყო, მაშინვე გაყო საერო და სასულიერო ძალაუფლება და ეს შუა საუკუნეებში იციან. როგორი ძალაუფლება უნდა ჰქონდა მონარქს, რომ ეპისკოპოსი არის ღვთისაგან დადგენილი. აი როდესაც პროტესტანტიზმი წარმოიშვა, პროტესტანტიზმმა გამოშიგნა ხომ ეკლესიის საკრამენტალური აღარაა და აი მაშინ მეფეებს გაუშვათ სტუნება ეთქვათ რომ ერთადერთი წარმომადგენელი ძალაუფლებისა რომელსაც ღმერთისაგან არის მე მონარქია. ეს დაიბადა პროტესტანტებში. აი
როდესაც მოინდომეს მონარქიებმა ასეთი პრეტენზია აქვს, რომ დაიბადა ლიბერალური დემოკრატია. იყო ესეთი აი ეს ინგლისში რომ მოხდა კრომველდესოვდა რევოლუცია რატომ მოხდა? იმიტომ რომ მონარქმა მოინდომა ადრე რაც უფლებაც არ ჰქონდა, აი ძალაუფლების დაცემა გადასახადების ომის დაწყების და ასე შემდეგ. ეს არ ჰქონდა ინგლისში პარლამენტს გადაეწყვიტა და მეფემ მოინდომა რომ ეს უფლებები მიეთვისებინა რატომ მოხდეს. აჯანყება რო იყო კრომველდა. ეს რო გაემართლებინა თუ იყო ფილმერი ესეთი იდეოლოგია აი მეფეს ყავდა რომ ინგლისის მეფეს რომ ჯეიმს ევანკორი ხო რომ გაემართლებინა მეფის აბსოლუტური ღვთაებრივი უფლებების თეორია შეიქმნა ანუ რა რომ ესე მონარქი ლაპარაკობდა რას რომ მე ვარ დედამიწაზე ერთ-ერთი წარმოადგენელი ღმერთისა ღმერთმა გამომცა ძალაუფლება მომცა ვინც მე მეწინააღმდეგება ეს ვერსკერეცია მეცნია ვის მეწინააღმდეგება ღმერთს თვითონ ღმერთის დამკერია არ მოგწოვარ მე თქვა რაღაცა არ მოგწოვს რასაც მე ვაკეთებ ან ჩემს მე დანიშნული ბიუროკრატი რომელიღაც დაელოდე ღმერთს ღმერთი გადაწყვეტს მე ვინ არის მართლა და შენ უფლება არ აქვს იმიტომ რომ მე განვასახიერებ ღვთაებრივ ძალას როგორც ამას რომის პაპები ლაპარაკობენ რომის პაპები ლაპარაკობენ მე ვიკარიოსი ვარ მოადგილე ვარ ღმერთისა დედამიწაზე და ქრისტე მართლმადიდებლები ჩვენ რას პასუხობთ რომის პაპს ამაზე შენ კი ღმერთს არ აკავს მოადგილე დედამიწაზე ეკლესიის თავი არის არა რომის პაპი არამედ არის თავად ქრისტე და ქრისტეს და სულიწმინდის პრეროგატივების მიტაცება არ შეუძლია არავის თუ გინდა რომის ეპისკოპოსი იყავი და გინდა ანტიოქის არავის არ აქვს არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება მიიტაცოს აი ეს ღმერთის პრეროგატივა და მეფეს როგორ აქვს აი ფილმები ლაპარაკობენ ესეთ რაღაცას აიო აბრაამს შეხედეთ როგორი იყო აბრაამის ისტორია აბრაამს ყავს თავისი ოჯახობა ეს მარტოშვილები ერთად სახურები და მონები და ისინი ყავდათ აი ღმერთს უნდა რომ აი ამ სახურებმა ყველა წინადა იცითოს ან აბრაამი თავის სახელით გადავიდეს ეგვიპტეში და რაღაცა ხო ან ერთი ადგილიდან გადასახლის მეორე ღმერთი ეცხადება ყველას ხო არ ეცხადება ღმერთი სარას არ ეცხადებოდა ის ეცხადებოდა აბრაამს აბრაამ და აბრაამის უნდა დამორჩილებოდნენ ღმერთის სახელით აი ასეა ყველა მეფე არის სულიერი შთამომავალი აბრაამის როგორც აბრაამისადი მორჩილება იყო ღმერთისადი მორჩილება ასე ყველა ხალხი უნდა დაემორჩილოს თავის მეფეს აი ეს იყო წარმოიშვა პროტესტანტულ გარემოში და მე გადავიდა არა ვთქვათ საფრანგეთი არ იყო პროტესტანტულმა ლუი მე-14-ის ამას ლაპარაკობდა აი ამის ეს ამ პროცესს რა ქვია ამ პროცესს კი სეკულარიზმი სეკულარიზმი წარმოეს სიტყვა ნიშნავს რას ის რაც ეკუთვნის ღმერთს ჩამოაჭრა და მიითვისოს ადამიანად პირველად სიტყვა სეკულარიზმი გამოიყენეს როდის საეკლესიო მიწები ჩამოჭრეს და დაურიგეს საერო ხალხს ესე ჩამოსეკულა ამას ისე ჩამოჭრა ის რაც ღმერთს ეკუთვნოდა ეკლესიას ეკუთვნოდა გადაცეა ერისკაცებს და იხმარება ზოგადი თვალსაზრისით ის რაც ღმერთის სფეროა გადაცეა ადამიანს ეს არის ესა მეფე როდესაც იწყებს ითვისებს პრეროგატივას იმ ძალაუფლებისა რომელიც მას არ ეკუთვნის ღმერთს ხო აი ეს პრეტენზია რომ მე ვარ ღმერთის წარმომადგენელი დედამიწაზე და ვინც მე არ მემორჩილება ის ღმერთს უპირისპირდება ეს რა არის მითვისება ადამიანმა მიითვისოს ღვთაებრივი ძალაუფლება აი ამის წინააღმდეგ წავიდა პირველი ლიბერალიზმი ჩამოაყალიბა ლოკმა ჯონ ლოკი იყო ყველაზე გავლენიანი ყველაზე დიდი გავლენიანი თუ ლიბერალიზმის გამო ჯონ ლოკმა რა თქვა ეხლა ზოგი იბადება მეფე ზოგი სახურია ზოგი დიდარია ზოგი ღარიბია ეს ღმერთის ბრალი კი არა ეს თქვენ გამომასეთ ღმერთმა შექმნა სამოთხე რომელიც არავისი არ იყო და ყველას თანაბრად უნდა ესარგებლა მაგრამ თქვენ რომ დაეცით ცოდული გახდით და ცოდული რო გახდა ადამიანი ეგოისტი გახდა მე იძახის ხო ეხლა ესე ვინც მუშაობს იმას იმ მუშაობის ნაყოფი ეკუთვნის იმას ვინც მუშაობა ხო ადამიანი მესაკუთრე იბადება ბუნებით და ჩვენ გვაქვს უნარები და ამ უნარებს რო ვიყენებთ რასაც ვაკეთებ ძალზე და ისა მოსავალს მოიყვან სახს ააშენებ ეს შენია მე ამიტომ ლოკიამო და ყველა ადამიანი იბადება მესაკუთრე ცოდის დაცემის შემდეგ და წავიდე თუ ყველა მოსაკუთრეა შენ რაღაცა საკუთრება გაქვს და მუშაობ იმას დაცვა ჭირდება თუ სახელმწიფო არის და სასამართლო არ არის მოვა ვიღაცა რომელიც არ იმუშავა ჯელი და გონიერია და შენ იმუშავა მთელი წელი ნაყოფს დააგროვე მოსავალი და მოვა საქართველოს ყველაფერს ხო ეს რომ არ მომხდარიყო ადამიანებმა გადაწყვიტეს რომ
საზოგადოებრივი ხელშეკრულებით დაეარსებინა სახელმწიფო და გადასცეს მეფეს ძალაუფლება. ეს არის ღმერთმა კი არ შექმნა ეს. არავითარ არაფერი საკრალური მონარქში არ არის. ჯერ რომ მოყავდო მაგალითი, თვითონ პასტორიშვილი იყო და კარგად იცოდა ქრისტიანობა იყო. და უთხრა, ის აბრაამი არ განასახიერებს მონარქს. შემთხვევით არ არის რომ პატრიარქად მოიხსენიეს წმინდა წერილი აბრაამს და არა მეფე. მეფის პრეროგატივა რა არის? ჯარი და სასამართლო და აბრაამს ყავდა ჯარი და სასამართლო. არა. აბრაამი განასახიერებდა ღმრთელ თავს. ამიტომ აწერია ბიბლიაში. რაღაცა რომ ხდება გააკეთებდა ქვისგან საკურთხეველს აბრაამის და მისი შვილებს სასაკეთებლად დაასხამდნენ ზედს და შეწინებდნენ ღმერთს. აბრაამი იყო წინასახე ეკლესიისა და არა მონარქისა. გადაი, ლიბერალური დემოკრატია შეიქმნა, დაიბადა იმიტომ რომ მონარქებმა მოინდომეს მიეთვისებინა ძალაუფლება, რომელიც არ იყო ტრადიციული. და მაშინდელი ესენი რელიგიური წარმომადგენელი ემხრობოდა ამას და ლოკმა თქვა რომ ეს არ არის ეს თქვენი არგუმენტები ეს არის ქრისტიანი ღმერთი არის ღმერთი რომელსაც თანაბრად უყავს ყველა ადამიანი თქვენთან ეს სოციალური განსხვავებები და უსამართლობა ეს ღმერთის შედეგები ესე ლიბერალური დემოკრატია შეიქმნა დარღვევის წინააღმდეგ შემდეგი ლიბერალური დემოკრატიას ისი გამოსწორება უნდა. ლიბერალური დემოკრატია ლაპარაკობდა ესეთ რაღაცას. კარგად, მეორე ძალიან დიდი ლიბერალი ეს არის ადამ სმითი. ლოკის მოწაფე. იმ ეპოქაში როგორი იყო, როდესაც დიდი მონარქები იყო, მონარქებს ჰქონდა დიდი ძალაუფლება. იყო ეკონომიკური ცხოვრება, იყო მერკანტილიზაცია, მერკანტილიზაცია რას ნიშნავს? პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე არის ერთ და იგივე. წარმოგიდგენთ მე ვარ მონარქი. რატი მონარქია? ჩემი სახელმწიფოს ფიქრობს მონარქია. ჩემი სახელმწიფოს ძლიერება და სიმდიდრე დამოკიდებულია ჩემს მიწაზე, ნედლეული რა მაქვს. ამიტომ მე ჩემ მუშახელს არ გავუშვებ სხვა ქვეყანაში და არ გავატან ოქროს. კიდევ თქვა ძიმე მას ძვირფას მეტალებს და ასე. წარმოგიდგენთ საქართველოს ყავდეს მონარქი. და იტყვის რომ მე საქართველოშიაც ოქროა წიაღისეული არ გავატან არავის სხვა სახელმწიფოში. ჩვენთან დავიტოვებ და ასევე პამიდოს რომ მოიყვანს აზერბაიჯანელი არ შემოვატანია საქართველოში. რომ ქართული კრეხი დავიცვა. ძალიან ჭკვიანურად ჩანს ეს გარეგნულად. მაგრამ ადამ სმითმა თქვა რომ ეს პრაქტიკა ძალიან საშიშია. თუ ლიბერალიზმი ნიშნავს რა ადამიანს თავისუფლება მისცე ეკონომიური. როცა შენ ადამიანს თავისუფალ ეკონომიურ თავისუფლებას აძლევ, ამას შეუძლია მოიტანოს უზარმაზარი სიკეთე. როგორ? თუ ეკონომიკური თქვა პოლიტიკური და ეკონომიური სიცი არ არის ერთადერთი რას ნიშნავს ეს? თუ მონარქს და პოლიტიკოს არ აქვს უფლება აგიგზალოს შენ გაიტანო შენ ინვესტიციები და მუშახელი წავიდეს სხვა ქვეყანაში რა მოიტანს? მე თუ შემიძლია სომხეთში წავიდა სომხეთში დავაბანდო ჩემი ფული. ან სომხეთში შეუძლია შენთან დააბანდოს თავისი ფული და იმუშავა. ომი გაწყობს მაშინ? აღარ გაწყობს. მშვიდობა მოვა. ეს რა სახელმწიფოს სიმდიდრე დამოკიდებული არა ნედლეულზე, არამედ თავისუფალ ბაზარზე. ძველებურად ფიქრობდნენ გერმანია და იაპონია. რატო დაიწყეს მეორე მსოფლიო ომი? რატო დაიწყო? რომ გერმანია ფიქრობდა რომ ლებენსრაუმი მე ჩემი ხართ ვერ ვიქნები ძლიერი სახელმწიფო თუ არ მექნება ტერიტორია. იაპონიას ლაპარაკობდა მე არ შემიძლია არსება თუ არ მექნება ნედლეულზე. ფიქრობდნენ რომ ქვეყნის სიმდიდრის და სიძლიერის წყარო ეს არის ბუნებრივი ნედლეულობა. რაც რომ დიდი ტერიტორიაგან მით უფრო ძლიერი. წამოიწყეს ომი და ამას მოყვა საშინელი დანგრევა იაპონიის და გერმანიის. ამ მოხდა მე სასწაული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია და გერმანია გახდა უძლიერესი ეკონომიკა, ხო? ტერიტორიების და არა ვაჭრობით და ინდუსტრიით. თავისუფალი ბაზარი გახდა ესე სახელმწიფოს ამდიდრებს არა ტერიტორიები და დაბლობა, არამედ ჭკვიანური ეკონომიკური სისტემა, რომელიც არის თავისუფალი ბაზარი. ესე იგი, ეს თავისუფალი ბაზარის თეორიის ლიბერალიზმი შეიქმნა იმის გამო, რომ მერკანტილური ევროპა იყო მოკონდოვე ევროპაში არ იყო 5 წელიწადიც კი, როცა სადმე ომი აყოფილიყო. ეხლა სარი ომები არის პრობლემა, მაგრამ შეამცირა თავისუფალი ბაზარი ყველგან. თანამედროვე კაპიტალისტი და ფინანსური კაპიტალისტია ყველგან ფულები ჩადის. როდესაც ფულები გადადის, არავის ომი აღარ აწყობს. არ არის მომდიდრე.
და უფრო დიდდება. თანამედროვე მსოფლიოს რო დავუყუროთ. ბუნების სასწაული არის აფრიკაში კონგო და რუსეთის ბუნების სასწაული. და წარმოგიდგენთ, კონგოში, აი აფრიკის ქვეყანა აბსოლუტურად ყველაფერი ციაგესო, თითქმის მთელი ციაგესეული. რუსეთს აქვს პლანეტის მე-6 ნაწილი. მთელი ალუმინი, ფერად ლითონები რუსეთში. საოცრად ღარიბები არიან კონგო და რუსეთი. არც საერთოდ ნედლეული არ არის ფინეთში და იაპონიაში. მაგრამ უმდიდრესი ხალხი, რა? ლიბერალური დემოკრატია და აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, რომელსაც აკონტროლებს. ამას კი არ ვაიდეალებ მე. იმას კი არ ვლაპარაკობ ის ძალიან კარგია, მაგრამ ისე თქმა უნდა, ლიბერალური დემოკრატია ეს თავისუფალი ბაზარის მოძღვრება შეიქმნა, იმიტომ რომ მერკანტილის მოქონდა ომები. აი რატომ შეიქმნა ინდივიდუალური თავისუფლების მოძღვრება რატომ? აი ლიბერალი არის ჯონ სტიუარტი. კიდევ ვიმეორებ, რომ ლიბერალი შეიძლება ძალიან ცუდი იყოს, მაგრამ გეუბნები რა მოტივებით შეიქმნა ლიბერალური დემოკრატია ისტორიულად. აი ჯონ სტიუარტ მილი ამ სმითთან ლოკთან ერთად ითვლება ლიბერალიზმის უსამართლობითი მამა და რას ამბობს ჯონ სტიუარტ მილი. ყველა აზრი დასაშვებია, იმას კი ლაპარაკობს, ყველა აზრი თანაბრად ღირებულია, როგორც ახლა თანამედროვე ლიბერალები ამახინჯებენ. არა. ჯონ სტიუარტ მილი ამბობდა, სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეზღუდოს შენი თავისუფლება. თუ შენი თავისუფლებით სხვას არ აზიანებ. რატომ დაიწყო ჯონ სტიუარტ მილმა ასე ლაპარაკი? ინგლისი იყო ყველაზე მოწინავე ქვეყანა. აი მე-19 საუკუნე 20 საუკუნე. ყველაზე მოწინავე ქვეყანა. და ინგლისში ხდება ესეთი რაღაცა, რომ ქალს არ აქვს აბსოლუტურად არაფრის უფლება. აი თქვა და წავიგეთ ესეთი რაღაცა. კაცი არის ძალიან მდიდარი და ერთი ქალიშვილი ყავს და უყვარს თავისი შვილი. რო კვდება ეს კაცი თავის ქალიშვილს ვერ დაუტოვებს ქორწილს. უფლება არა. იურიდიული პირი არა ქალი. ან ეს უნდა მოასწროს ეს ქალი გაათხოვოს და სიძეს მიცეს ფული, ან კიდე შთამავალი უახლოესი ნათესავი მამაკაცი ვიდან. ქალს არ შეუძლია ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში. არ შეიძლება ჩაერთოს პოლიტიკაში. არ შეიძლება გახდეს მეცნიერი და ასე შემდეგ. ეს რაღაცები ხდება. და ჯონ სტიუარტ მილი ამბობს. ამასო აკეთებსო ინგლისის სახით და უმრავლესობა. აი ლაპარაკობენ, რო კითხო ჯენტლმენს ეხლა უმრავლესობას ესე რაღაცას გეტყვის, რომ აი ქალი არის ოჯახის ანგელოზი. რა უნდა ქალს ბიზნესში, რა უნდა ქალს ეკონომიკაში, რა უნდა ქალს პოლიტიკაში. იმიტომ ქალი, აი ტეჩერზე რო გეტყო, რომ შეიძლება ქალი პოლიტიკოსი არ იქნება. ან კიურის, მარია კიურის რომ და შეადგინა მეცნიერება, როცა ქალი ხარ, ხო? ჯონ სტიუარტ მილი ამბობს, აი ახლა სახელმწიფო და ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს, რომ ეს აზრი ჩაკლა, მაგრამ ხო შეიძლება რომ ეს აზრი სწორი არ არის. შენ აი სახელმწიფო რომ გელაპარაკება, რომ აი რომ მოდის და ძალადობს შენზე ჭეშმარიტების პრეზუმპცია აქვს ბიუროკრატს, რომ აღმოაჩინა ჭეშმარიტება და ამის ჭეშმარიტების სახელით გიგზავნოს. მაგრამ ჭეშმარიტება არავინ არ იცის, ჭეშმარიტება ეს არის გზა ძიებისა. ისე რას ამბობდა ჯონ სტიუარტ მილი? უნდა მიუშვა ადამიანებმა თვითონ პოლიტიკოსების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყვიტონ რა არის სწორი და რა არის სწორი. არ უნდა მოახვიოს ბიუროკრატმა თავისი ძალა. აღმოჩნდა ჯონ სტიუარტ მილი აღმოჩნდა მართალი. აი ეხლა ინგლისში რომ წახვიდეთ და ვინმეს უთხრა რომ ქალს არ აქვს უფლება სწავლის, პოლიტიკაში ჩარავი და ბიზნესმენების ბიზნესის კეთებას გიფიქრებ რომ გიჟი ხარ, ხო? მაგრამ 150 წლის წინ პირიქით იყო. აი ამიტომ ლაპარაკობდა ჯონ სტიუარტ მილი, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ასე თავისუფლება შეზღუდოს. აი ამერიკაშიც ხო აი სულ ახლოსაა. ამერიკაშიც რა მოხდა რომ აი როდესაც ზანგს უნდა ვირჯინიის შტატია ჯორჯია შტატში უნდა და ზანგ გოგოს შესულიყო უნივერსიტეტში სტუდენტი გამხდარიყო ერთი ამბავი მოხდა ისეთი ამბავი იყო იმ ამერიკაში რომ თეთრკანიანების შრომები დადგენ უნივერსიტეტის წინზე თქვენს თუ ეს ზანგის გოგო შევა უნივერსიტეტში ჩვენ შვილებს იქ შევიყო როგორ შეიძლება ზანგი და ცალკანიანი და ეს თეთრკანიანი ერთად იჯდნენ აუდიტორიაში ეხლა ყოველი თვე აი მაშინაც ლაპარაკობდა რომ მიუხედავად იმისა რომ კანონები ესე უჭერდა უმრავლესობა ესე ლაპარაკობს ეს აზრი შეიძლება იყოს არასწორი. ისიც თქმა უნდა ლიბერალური დემოკრატია შეიქმნა ისტორიულად არა ეკლესიის საწინააღმდეგო და ქრისტიანობის საწინააღმდეგო არამედ დარღვევების საწინააღმდეგო. მისი უმთავრესი ლოკის დროს მისი უმთავრესი ფუნქცია იყო აი ეს რელიგიური დარღვევა გამოესწორებინა.
ყველაზე სამე ჩვენ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. ილია ჭავჭავაძეს ლიბერალი ვარო, გრან ლიბერალს შეეძახდი მეგობრებო ეკლესია. რატო ეცა ლიბერალობა რატო უნდა ილია ჭავჭავაძეს რომ საქართველოს ეკლესიას მართლობას დაპირისპირებოდა ქართველები გაერნა, არა. ილია ჭავჭავაძეს უნდა და ლიბერალიზმი თავისუფლება ეკონომიური უნდა, იმიტომ რომ საქართველოს საქართველოს ეკეთებინა კარგი საქმე. ბიუროკრატია, რუსული ბიუროკრატია გააკეთდა ქართულ საქმეს, გაავრცელებდა წერა-კითხვას, გააძლევდა ქართულ წმენას. რუსები გააკეთებდნენ ამას ბიუროკრატია. არა, ეს და გააკეთებდა ქართულ ბიზნესს. თავის ქართულმა ყოფილიყო თავისუფალი ეკონომიკური თავისუფლება და აი ქართველთა შემოწირულებით და დახმარებით გააკეთებდა ქართული საქმეზე ჩვენელი ეკუთვნება. როდესაც კომუნიზმი დამყარდა რუსეთში და დაიწყეს ეკლესიის დევნა, სად წავიდა ეკლესია, სად გაიქცა ემიგრაციაში? ლიბერალური დემოკრატია სადაც ამერიკაში და ევროპაში. და მე-20 საუკუნის თეოლოგია ეს არის ემიგრაციის თეოლოგია. რატო არ გაიხსნენ ირანში? ეკლესია ყველაზე კარგად ცნობს თავს იქ, სადაც ღვთისმსიტყვის ქადაგება შეიძლება თავისუფლად. ჩვენი ეს ჩეხშიათკეთ, ამას ძალიან ბევრი ფილოსოფოსი ლაპარაკობს, მომავალი ამის მაგსად. ჩვენ გავართ ეპოქაში, გადატეხის ეპოქა, როცა ძალიან დიქტატურების ეპოქა დაიწყო, ასეთ თავშეულ თავისუფლებას მოსდევს ყოველთვის დიქტატურა. და ჩვენი გამოცდილებით, რა ვიცით, მე-19 საუკუნის გამოცდილებით, ეს დიქტატორები მართლმადიდებლები იქნებიან, ყველა ძალიან კარგი, არა. და ვინ იქნება მოკავშირე ეკლესიისა? ეკლესიის მოკავშირე იქნება ზუსტად ლიბერალური დემოკრატია. იმიტომ კი არა, ლიბერალური დემოკრატია ძალიან კარგი ხალხია თვითონ. იმიტომ რომ თავისუფლებას იცავენ და თავისუფლება ჭირდება ღვთისმსიტყვის გადაგებისთვის. თუ კი შენ გულსურათ გადაგებთ სიტყვას ვერაფერი ძალა ვერ დაგამარცხოს და ისტორიას ეშუქებს. დიდი მადლობა ყურადღებას. მადლობა გოგო, ცოტა გვიან დავიწყეთ ლექციას გაგვიძა და გადავიდეთ ჩვენ კითხავს უბრალოდ. პეტრე პირველის ისა რეფორმაც რუსეთში, როდესაც პატრიარქის იმას ხსნის და ობერ-პროკურორს ნიშნავს, ეს პროტესტანტული სული შედგება, რომელიც სხვადასხვა დღევანდელ დღემდე აწუხებს იმას, საქმე რუსულ დღევანდელობას. დღევანდელ დღემდე ჩემი მოთელი პატრიარქი არის, მაგრამ ისევ სურვილი ობერ-პროკურორის არის. კი ბატონო, ეს ძალიან დიდი მადლობა. ეს რაც გააკეთა პეტრე, აი რო ეძახიან ჩვენ ბიზანტიის მემკვიდრე ვართო და ეს არ არის სწორი. ბიზანტიის იმპერიაში არც ერთ იმპერატორს არ გაუქმებია აი ეს ინსტიტუტი. ეს პეტრემ გააკეთა, იმიტომ ჰოლანდიაში დადიოდა, ჰოლანდიაში ეკლესია ხო ემორჩილებდა მის სახელმწიფოს და ის გამოიტანა. პირველი იმპერატორი მაგას დაარქვეს პეტრეს. კარგი, დავიწყოთ პირველ კითხვა. მოკლედ ახლა ჩვენ ლიბერალიზმზე ვილაპარაკებთ და ვისაუბრებთ პროფესორად ისე, როგორც იყო ჩანაფიქრი თავიდან იდეალურ შემთხვევაში. მაგრამ დღევანდელ სამყაროში ეგ იდეალი აღარ განხორციელდება. კი ბატონო. იმიტომ რომ დაბინძურებულია უკვე ხო იდეები და ლიბერალიზმი დღეს ძირითადად გამოიყენება იმისთვის, რომ შემოგტენონ ნებისმიერი მსგავსება, რაც აწყობს ამა თუ იმ იდეოლოგიის ხალხს. სამწუხაროა ეგეთია. ხო და სად გადის ზღვარი, როგორც ქრისტიანს ის რაც ხდება სამყაროში დღეს არ გინდა გინდა არ გინდა ამ ლიბერალურ წესწყობილებასთან იწევს გამართი და ჭიდილი. ყოველდღე არის ხდება. სად გადის ზღვარი, რომ შენი ქრისტიანული მორალის დასაცავად არ მიიღო ის რაღაცა, რასაც კტენიან ლიბერალიზმის პირადად შეძლო საზოგადოება. კი ბატონო, ანუ ლიბერალიზმს თუ იდო ანუ დოკუმენტალურად კტენიან იმას, რომ ეს უნდა მიიღო, ეს დოქტრინა. გასაგებია. აი ჩვენი ლექციაც რატომა უნდა იცოდეს ზუსტად როგორია იდეალი ნამდვილი პოლიტიკური პრაქტიკა ლიბერალური დემოკრატიის. აი ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი რელიგია, მართლმადიდებლობა შეიქმნა ჩვენში. აი რა ყველა ქრისტიანების რაოდენობა მართლმადიდებლები პროცენტულად ძალიან დაბალია. მაგრამ ეს არ შეშნავს ჩვენ ვიცით იდეალი სწორი როგორი უნდა იყო. რო გადახვევა არის ქრისტიანობისა, თქო ერეში გადავა სხვაგან, შენ ეუბნები რომ აი ნამდვილი ქრისტიანობა არის ასეთ და ასეთ. სხვაგან ის არ არსებობს. აი ლიბერალური დემოკრატიის შემთხვევაში ასე ნეცი. როგორც ქრისტიანობას ამახინჯებენ და შენ უნდა უთხრა აი ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა. ჩვენ როგორ ამტკიცებთ რომ ქრისტიანობა რომელიც ისტორიულად როგორ ჩამოყალიბდა სწორი როგორია.
ჩვენთან ქრისტიანობა ავტორიტეტი ეს არის როგორც წავდათ მოციქულებს და ისტორიას სწორი როგორ იყო, ხო? იგივე ლოგიკა აქვს. როდესაც ლიბერალი სამახინჯებენ, აი ილია წეს მე ჩვენ გვეკრება. ყველას თავისი ლიბერალიზმი აქვს და ჩვენებული ლიბერალიზმი როგორ იყო? თავი მიატრიალე, თეატრი იქნება, სკოლა იქნება, ყველაფერი იქნება, აი ჩვენ ნახავთ რომ შენ საქართველოს გამოუდგა. ლიბერალიზმი ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმის გარკვეულ შიშველკანაკა მოდიშოზე ერმინათ რა. ლიბერალიზმი ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმა, რომელიც სახელმწიფოს თავისი ქართველებისთვის გაიკეთებდა. აი ესეთ ლიბერალიზმს უნდა გქონდეს. იცით რა? სადაც არ არის ლიბერალური დემოკრატია ეს თავისუფლება, იქ არის არა მონარქია, იქ არის ან ლიბერალური დიქტატურა. ხო, არის დიქტატურა. არ ეს მასალას არსებობს პოლიტიკური ელიტა და ყველას ერთაიგივე ძალაუფლება არ აქვს. მაგრამ რა არის ისი თელი უბედურება რომ მარტო გენიოსები და კარგი ხალხი არ იბადება ამ პოლიტიკურ ელიტაში. იბადება ყველგან. აი წადა მე როდესაც თქვა ყველა ადამიანს არ შეუძლია თანასწორი ხედვა ჰქონდეს რა არის კარგი შეხვედრა საჭიროება. აი ილია ჭავჭავაძის დროს ყველა მიცოდა საქართველოს რა იყო საჭირო. აგერ ძალიან ჭირკაცკო გრიგორ ორბელიანი და გრიგორ ორბელიანი ლაპარაკობდა რომ საქართველოს გადარჩენა ეს არის უნდა იყო ისა გუბერნია რუსეთის იმპერიაში. რა გააკეთა ილია ჭავჭავაძე ლაპარაკობს რომ შენ ერს იდენტობას ვერ შეინარჩუნებ თუ არ ული ენა შენს მამული ენა და სარწმუნოება და ეს რუსეთი რასაკეთებს სამეს გიგრებს ხო? ენაზე აღარ ლაპარაკობს არავის, სკოლაში გიგწალავს. ქართული ენა და რაღაც ადმინისტრაციული ენა, რაღაც ლიტერატურული ენა, მეგრელი მეგრულად ლაპარაკობს, სვანისვანად ლაპარაკობს, ქართული ენა არავინ ეკლესიიდან გაატარებდა ქართული ენა და ეგრე თა გახდა გააწარმოა, ხო? შენ ქვეყანა სამშობლოს რა უკრა, სამშობლო დაანაწილა გუბერნია კახა. სარწმუნება რა, გელაპარაკება რომ ნამდვილი სამომწუნე არა ხარ. და ჩვენ დავშევიყავით რუსეთის იმპერიაში ასიმილაცია მოხდა ქართული ენა. ილია ჭავჭავაძეს უდოდა ლიბერალიზმი, მე ჩვენ ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ გადაერჩინა საქართველოს და ნახა ლიბერალიზმი ნიშნავდა რომ აი დაარსა სათავადაზნაურო ბანკი, შემოწირულებით დაარსა ისა წერაკის გამავრცელებელი საზოგადოება ეს სამივეს დაარსა სამივეს უნდა. იმისთვის უნდა ლიბერალიზმი, რომ ქვეყნისთვის კარგი გააკეთებინა. იმიტომ იცოდა რა არის ნამდვილი. აი ჩვენ ლექცია მოხდა ილიამ ძალიან კარგად იცოდა ნამდვილი ლიბერალიზმი. ეს უნდა გავაკეთოთ. თქვენ რო ვიტყვით რომ არ გვინდა ლიბერალური დემოკრატია, ხო ლაპარაკობთ ამას. აი თქვა უფლება გაქვს. აი თქვა არ ლაპარაკობ რელიგიის სახელი, მაგრამ არ მინდა ეს ლიბერალური დემოკრატია. რა ვარიანტი გაქვს სხვა? საერთოდ არსებობს სამი პარადიგმა ისტორიული. ლიბერალური დემოკრატია, ფაშიზმი ან კომუნიზმი. სხვა გამოსავალი არ არის. ვარიანტი არა თეორიულად სხვა. ან ფაშიზმი უნდა გააკეთო, ან სოციალურ კომუნიზმი. მან თავგადიშე თქვენი კითხვის შინაარსი და мотиваცია თემაშს სრულიად გასაგებია ჩემთვისაც და აუდიტორიაზე აბსოლუტურად გეთანხმებით. ერთი მისხალი ჩვენს კითხვის დასვლის мотиваციაში ჩვენ პროცესში არის ზუსტად. ჩვენ შემაჯამებელი ლექციაზე მაგაზე უნდა გავამახვილოთ სწორად ყურადღება. პრობლემა არის არა ლიბერალურ დემოკრატიაში, არამედ იმაში, ვინც ამ ლიბერალურ დემოკრატიას ამახინჯებს ან არ ამახინჯებს. ღმერთის სახელით არ უნდა გააჩვენოს. ანუ პრობლემა დადის აქამდე, როდესაც ჩვენ მაგაზე ვისაუბრობთ, აი პირველად შემაჯამებელი ლექსი მაგის იქნება რა არსებდა. და ჩვენ ნახავთ, უბრალოდ ხაზს გაუსვავთ იმას, რომ ლიბერალური დემოკრატიამდე პრობლემა არის ჩვენს მორწმუნეობრივ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებას ვერ ვაყენებთ. თორე საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდება და ეს კოლექტივივით ვიღაცის დაძახილზე არ გაიქცევა და ანალიზის უნარი ექნება, ის უბრალოდ ვიღაცა ობიექტივი ამ ლიბერალური დემოკრატიის დამახინჯებას ვერ მოახერხებს. ვერ მოგახსოვს თავს არ მიიღება და რო არ მიიღო ამისათვის რომ ლიბერალური დემოკრატია გჭირდა. ფაშიზმი და კომუნიზმი ამას უბრალოდ არ მოხსოვს. კაცო, უამრავი მე ზოგიერთი აი ფრანკფურტის სკოლა ადორნო და ისინი არიან ძალიან სიმპათიური ხალხია. ფილოსოფოსები, რომლებიც საშუალოდ აკრიტიკებენ კაპიტალიზმს. ყველაფერს გარეთ ახლა ძალიან ჩვენ ხო ლექცია ხო არა რატო აკრიტიკებს ადორნო და ისინი კაპიტალისტ და ლიბერალისტ. ფილოსოფოსია თავისი არგუმენტებია პოლიტიკური, სოციალური ითქვის დაწერს. ეს არის უბედურება.
იმიტომ რომ ის კაცი ლაპარაკობს არგუმენტებით, ფილოსოფიური, ეკონომიური, პოლიტიკური. შენ შეიძლება უპასუხო არგუმენტებით, პოლიტიკური, ფილოსოფიური ფერით. მაგრამ როცა ადამიანი მოდის და გელაპარაკება, რომ ლიბერალური დემოკრატია არის სუდი ქრისტიანობა არის შეუთავსებელი და საკრალური პოლიტიკური წყობილება არის ესა და ეს არის იდეოლოგია ძალიან საშიში. ეს ძალიან საშიშია. ერთი კითხვას დავჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ დღეს რაღაც ისე საერთოდ ვართ, თუ ვაკითხოთ ბატონთან ერთი და ესეთი. თან გეუბნებით კითხვა დავჩვენეთ, მეთქი და თან გეუბნებით დროს. აი ლიბერალური დემოკრატიის არამართებული გამოყენების მეთოდია ეს არის, მაგრამ კარგი. რამდენიმე ჩვენ მოცემულობთ მაგრამ ხოთებს. არა კითხვა აქვს. კითხვა. კი, მაშინ. დღევანდელ რეალობაში ხო ხარაში ცხოვრობს. როცა ძალით მოდის და რაღაცას გახობს თავს ეს იდეოლოგია. აი დაპირისპირების საშუალება რა არის? აი ისეთი რომ ეგ რაღაცა არ გაატარო და ამ საზოგადოებაში არ თავი დაიცვას. ხო, მაგრამ მეთოდი რა უნდა იყოს? ხალხი უნდა ილაპარაკო და შედაუპირისპირო. მაგრამ ძალით ვინ მოდის და თავს ეგეთ არის? როცა დაფინანსებულია. ხო. ძალიან კარგი, აი დაფინანსებულია, ხო? ეს აი ილია ჭაჭვაძე არის იმისათვის რომ დაიცვა, უნდა გქონდეს აი ექსპედიენტებს ეძახო და ტოკვილი ამაზე ჩვენ ვიტყვით. აი როგორ უნდა გააკეთო? მოდის ვიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს, შემოდის ესა დაფინანსებულია და ლაპარაკობს, რომ აი თქვა და მიდის თქვა ანტირელიგიური ან ჰომოსექსუალიზმის ის პროპაგანდა და რაღაც რა უნდა გააკეთო. ლიბერალური დემოკრატია შეიძლება თავისუფალი ბაზარი ქართული ბიზნესმენები, რომელსაც ფასეულობები აქვს, ისინი შემოგწირავენ ფულს და შენ ფულით დაუპირისპირდებიან. აი ამიტომ შეიძლება ლიბერალი. აი ილია ჭაჭვაძე ფიქრობდა, ლიბერალური დემოკრატია შეიძლება ამიტომ. მაგრამ დღეს სამწუხაროდ ისე არის, რომ ის ქართული ბიზნესმენი, ვისაც ფული აქვს, იმდენად წნეხში ყავთ გარე და უბრალოდ ბიზნესური დღეს თქვენ სად ხართ მოსული და რა შეფოდროს ეცრებით როგორ ფიქრობთ ამის უკან აფინანსებით? ამდენ ეს ჩანს მაგას. ხო, აი ესე ჩანს. ხო, ხელშესახებია დღეს ჩვენ ერთად მივესალმოთ, ხომ ჩამოვარდით, ხო? თქვენ აქ ხართ მოსული. ხო და ასეც ამის უკან ეს დგას. ამიტომ პრობლემა არ არის ის ბიზნესმენი როგორია ეს როგორია. პრობლემა არის ჩვენ ვართ თუ არა, ღმერთთან ლოცულობ თუ არა და გვაქვს თუ არა სული, ასეთი იყოს ბევრი ან ასეთი არ იყოს სული. კომუნისტებს ასეთი რაღაც წარმოგიდგენიათ. აი რაც ახლა თქვა. ეგრე გამოვიყენოთ. კარგი, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ვალენტინურას. 10 წუთი მეფერვისთანაც ის 10 ბევრია, ამ წუთში შევიკრიბებით ისევ აქ. კომუნისტებს საქმე იქნებოდა სადღაც შელიაფის სათხას და